გამარჯობა, ახალ ამბებს ეთუნა ინსკირველი გაგაცნობთ. სამოცდაშვიდი მომხრე 8 წინააღმდეგი გადაწყვეტილება არ არის მიღებული. უმრავლესობამ კვაჭანტირაძე ვერ გადააყენა ახალი კრიზისი ოცნებაში. დღეს მე პრაქტიკულად ვაჩვენე სახე აი ამ მმართველობის ქვეშ, რა დღეშია ქართული ოცნება და უმრავლესობა. ამ სესიის ბოლომდე ჩემი ნებით გადავდგები ამ თანამდებობიდან. როდის იყო კვაჭანტირაძე წარმატებული და რატომ არ არის ის წარუმატებელი? ეს კომიტეტი როგორ გამოარჩიეთ ხა რამე პრიზები უნდა აიღო საერთაშორისო კონკურსზე და ვერ აიღო. ეხა ხვალ ბატონი ზვიადი ღარიბაშვილივით მეორე დრო მოპყროდეს ხო უხერხულ ვითარებაში ჩავარდებით და იმის მტკიცება მოგიწევთ რომ ძალიან კარგი კომიტეტის თავმჯდომარე უხერხულია ეს. ტრიბუნასთან დადგა პარლამენტის ღირსეული თავმჯდომარე და თქვა რომ ცუდად მუშაობდაო. პოლიტიკური სასჯელი გონია ეხა რომ გადააყენებს თანამდებობიდან. მართალია ტოვებს ადამიანი უმრავლესობას, მაგრამ ის არის გამორჩეულად წარმატებული კომიტეტის თავმჯდომარის რანგში. ამ შემთხვევაში შეიძლება სრულიად სხვა პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღოს უმრავლესობა. გვენეტაძის სკანდალური გადადგომის ახალი დეტალები. რაზეწოლის პროვოკაციას ახორციელებდა ჩინჩალაძე უზენაესის სასამართლოს თავმჯდომარის წინააღმდეგ და რა გარიგებაა ხელისუფლების ეგრეთ წოდებულ კლანთან. მან მე მითხრა, რომ მე მეშინია ფიზიკურად არ შემომარტყან ხელი საბჭოში, თუ ხელისუფლებას დაჭირდა. ეს კლანი მზად არის რომ მას შეუსრულოს. მაგრამ ამ შესრულებაში უკვე ფასს ითხოვენ. სასამართლოს დამოუკიდებლობის ხაზი გადის პოლიტიკური მზნობელობის მქონე საქმეებით. საეჭვოდ ემთხვევა ხელისუფლების და სასამართლო დაწყვეტილებები ერთმანეთს. აფეთქება თბილისში ბუნებრივი აირის დაგროვებით. აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა. რა მოხდა თემქაზე? მამა არის დამწვარი, ხელები აქვს და სახე დამწვარი და გოგო და ბავშვი კარგად არიან. 22 ამ წუთებში სესიაზე განმეორებით კენჭისყრაზე აყენებენ ზვიად კვაჭანტირაძის თანამდებობიდან გადაყენების საკითხს. პირველ ცდაზე კვაჭანტირაძის გადაყენებას უმრავლესობის 3 დეპუტატმა ლევან კობერიძემ, ცოტნე ზურაბიანმა, რატი იონათამიშვილმა მხარი არ დაუჭირეს. ნახოთ რა მოხდება მეორე ცდაზე. მიმდინარე სესიას ჩვენ პირდაპირ ეთერში თვალს ვადევნებთ. კენჭისყრას ასევე პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ. მანამდე უნდოდათ, მაგრამ ვერ გამოუვიდათ 67 რვის წინააღმდეგ ზვიად კვაჭანტირაძე კომიტეტის თავმჯდომარე პოსტს ისევ ინარჩუნებს. თანამდებობა და გავაკეთე ამის თაობაზე ახსნა განმარტება. დღეს ხელმეორედ ჩატარებულა ბიურო, სადაც მე არ დამპატიჟეს, მე რომ მიმეყო მოწვევა ბიუროზე, მაგიდაზე დაგხვდებოდათ ჩემი ხელმოწერილი განცხადება, თუ გნებავთ ამ განცხადებას ახლა გადმოგცემთ. ასე რომ მინდა ყველას ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ, უღრმესი მადლობა, ვინც თქვენი სინდისით დღეს იხემძღვანელეთ და მიიღეთ ის გადაწყვეტილება, რაც მიიღეთ. და ჩემი მხრიდან საკითხი მოხსნილია, ჩათვალეთ, რომ მე ნებაყოფლობით ვარ წასული ამ თანამდებობიდან. დიდი მადლობა. დიდი მადლობა. ჩვენ ვაგრძელებთ საკითხის განხილვას. საკითხის განხილვა ამით დასრულებულია, ვინაიდან ბატონმა ზვიად კვაჭანტირაძემ გააკეთა განცხადება გადადგომის შესახებ. საკითხი მაინც უნდა გამოვიდა. არ არის საჭირო. ბატონო ირაკლი, საკითხი არის გადაწყვეტილი, ჩემის აზრით შევწყვიტოთ განხილვა, მე წამყვანის რეგლამენტში ზუსტი მითითება აქ არ არის, ჩემის აზრით საკითხი არის გადაწყვეტილი. ბრძანეთ ხალბატონო ეკა. კი ბატონო, მივიღეთ განმარტება, გამომდინარე იქიდან რომ აქტუალობა დაკარგა წარმოადგენელმა დადგენილებამ, აქედან გამომდინარე როგორც აცხადებს ხომის თავმჯდომარე, საკითხის განხილვა არის შეწყვეტილი. მე კომენტარისგან თავს შევიკავებ, გამომდინარე იქიდან რომ საკითხი არის კიდევ ერთხელ მადლობთ ბატონო ირაკლი. გამოწვეული იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება. ხალბატონი ეკა ბესელია პროცედურაზე. იქნა წარდგენილი ეს ადგილი. კიდევ ერთხელ ბატონ ზვია, დიდი მადლობა, რომ თქვენ უფრო გაუფრთხილდით ამ უმრავლესობას, ვიდრე პარლამენტის თავმჯდომარე გაუფრთხილდა და მადლობა იმ კოლეგებს, ვინც არ გადააბიჯა ამ მორალურ ბარიერს, მადლობა მათ ამ გადაწყვეტილებისთვის, ამიტომ კარგია რომ გაგათავისუფლოთ ბატონმა ზვიადმა ამ ძალიან მძიმე უხერხულობისგან, იმიტომ რომ ძალიან მძიმე სანახავია ეს ყველაფერი და დავასრულოთ ეს ამით. ზვიად, მადლობა შენ. მადლობთ ხალბატონო. დიახ, პროცედურასთან დაკავშირებით ბატონო ირაკლი. პროცედურასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, ძალიან ხშირად გვესმის ჩვენ სიტყვები, ფასეულობები და მორალი.
იმ ადამიანების მხრიდან, რომლებთანაც მთლიანად არის შეუთავსებელი ეს ორივე კატეგორია. დიდი მადლობა, სხვა არაფერს სხვა. მაშას ზვიად კვაჭანტირაძის თანამდებობიდან გადაყენების საკითხი შეწყვეტილია. ზვიად კვაჭანტირაძემ თავისი სურვილით მიიღო გადაწყვეტილება და თანამდებობა დატოვა. საკითხი კენჭისყრამდე აღარ მივიდა, მანამდე უნდოდათ, მაგრამ ვერ გამოუვიდათ. 67 რვის წინააღმდეგ ზვიად კვაჭანტირაძე კომიტეტის თავმჯდომარეობის პოსტს პირველ ცდაზე ინარჩუნებდა. დეპუტატებმა ეკაბესელიას თანამოაზრე ვერ გადააყენეს. ამისთვის 76 კანონმდებლის თანხმობა იყო საჭირო. პარლამენტის თავმჯდომარემ ხდომაზე თქვა, რომ საკითხის განხილვას ორ კვირაში დაუბრუნდებიან, თუმცა ირაკლი კობახიძემ გადაწყვეტილება მალევე შეცვალა და ბიუროს ხდომა ჩანიშნა. კენჭი ეყრება ბოლოს საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზვიად კვაჭანტირაძის თანამდებობიდან გადაყენების საკითხს. 67 მომხრე 8 წინააღმდეგი გადაწყვეტილება არ არის მიღებული. ორ კვირაში დაუბრუნდები ბუნებრივია ამ საკითხის განხილვას, რაც შეეხება უმრავლესობის იმ წევრებს, რომლებმაც მიიღეს საწინააღმდეგო გადაწყვეტილება, იქ ბუნებრივია დაგჭირდება პოლიტიკური კონსულტაციები. ძალებს შემოკრებილი, თუმცა მაინც უმრავლესობა დაკარგული ოცნება კრიზისშია, რა დაგვანახა დღევანდელმა გადაწყვეტილებამ და რატომ აერიათ დეპუტატებს წითელი და ყვითელი ღილაკები. უმრავლესობაში დარჩენილები თავს იმართლებენ და ამბობენ, რომ ეს ტექნიკური ხარვეზის გამო მოხდა. ზვიად კვაჭანტირაძე კი ფიქრობს, რომ ქართულ ოცნებას პრაქტიკულად უმრავლესობა აღარ ხავს. დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის მანამდე ვერ გადაყენებული თავმჯდომარე ამბობდა, რომ თავაშვებულ თვითნებურ მმართველობას აქვს ადგილი. პარლამენტის თავმჯდომარის გამოსვლა კი ისტორიულად სამარცხვინოდ შეაფასა. კენჭისყრიდან მალევე ბიუროს ხდომა ჩაინიშნა. ზვიად კვაჭანტირაძის თანამდებობიდან გადაყენების საკითხს დეპუტატები ამ წუთებში უნდა დაბრუნებოდნენ, თუმცა როგორც ვნახეთ, ზვიად კვაჭანტირაძემ თავისი სურვილით უკვე დატოვა თანამდებობა. მანამდე რუსუდან დუმბაძე მოგვიყვება რა ხდება პარლამენტში. დიახ, საპარლამენტო უმრავლესობამ ზვიად კვაჭანტირაძე ვერ გადააყენა, თუმცა როგორც მაყურებელმა მოისმინა, ის მან თავად დატოვა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა, როგორც ეს დაანონსა. მანამდე კი იყო ჩაგდებული ინიციატივა, საპარლამენტო უმრავლესობის უმრავლესობამ არ დაუჭირა მხარი, რომ დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარეს ზვიად კვაჭანტირაძე გადაყენებულიყო და ის შეცვლილიყო ბექაოდიშარიათ. უმრავლესობის პასუხები კითხვებზე, რატომ ვერ მოხდა ამ პოზიციის ბოლომდე გატანა, ქართული ოცნების წევრები ამბობენ, რომ ეს ხომ მხოლოდ ტექნიკური ხარვეზი და გარკვეულ კონკრეტულ დეპუტატებს პულტთან წითელი და მწვანე ღილაკები ერთმანეთში აერიათ, რის გამოც მათ ვერ დაუჭირეს მხარი პარლამენტის თავმჯდომარის ინიციატივას. ამის შემდგომ ჩაინიშნა დახურული შეხვედრა ირაკლი კობახიძესთან, სადაც იკრიბებოდნენ უმრავლესობის წევრები და სწორედ ამ საკითხზე მსჯელობდნენ. ამ შეხვედრას ასევე ისინიც ესწრებოდნენ, ვინც კენჭისყრის დროს თავი შეიკავა, ან არ დაუჭირა მხარი პარლამენტის თავმჯდომარის ინიციატივას გადაყენების საკითხს ზვიად კვაჭანტირაძის და ამის შემდგომ უკვე მოულოდნელად ჩაინიშნა ბიუროს ხდომა და ხელმეორედ ჩაინიშნა კენჭისყრა. თუმცა როგორც უკვე მაყურებელმა ნახა, კენჭისყრის მეორედ ჩატარება საჭირო აღარ გახდა, რადგან ზვიად კვაჭანტირაძემ თავად დატოვა დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი. მათ ძალიან კარგად იციან არანაკლებ ჩვენზე კარგად, რომ ტექნიკური პრობლემების და სხვადასხვა გაურკვევლობის მოდი პირდაპირ თქვათ გამო მოხდა ის რაც მოხდა, გაირკვევა გუნდის ის მარტივი პოზიცია, რომ როდესაც ადამიანი მიდის გუნდიდან, ის აღარ უნდა ჩამოებღაუჭოს თანამდებობას, აღარ უნდა შექმნას აქ ტექნიკური და სხვა სახის პრობლემები და უნდა მოიქცეს ისე, რომ არ გახადოს ეს რაღაცა პრაქტიკულად ტექნიკური დეტალი სალაპარაკოდ. მიმდინარე სესიაზე ასევე იყო სხვა საკითხი, რომელიც ტექნიკურად, შეიძლება ითქვას, ჩავარდა, ეს იყო ტექნიკური პრობლემა, ამიტომ ამ ორ საკითხს მე ესე შევხედავ, ეს არის ტექნიკური საკითხი, სადაც ვერ გაერყვნენ კარგად ჩვენი კოლეგები, რომელი იყო სწორი გადაწყვეტილება ამ შორის ხარდაჭერა თუ უარყოფა და შედეგი მივიღეთ ის, რაც მივიღეთ. ეს ტექნიკური პრობლემა იყო. დიახ, ჩვენ პარლამენტის თავმჯდომარესთან სისტემატიურად ვიკრიბებით ძალიან ბევრ საკითხთან მიმართებაში, ასე რომ ამ საკითხს გნებავ დავუყავთ. წოდება რეალურად აქ წითელზე იყო მისაჭერი თითი თუ მწვანეზე, ეს გახდა გარკვეული პრობლემა. ცხადია, ეს არის უმრავლესობის გადაწყვეტილება, რომელიც აუცილებლად იქნება რეალიზებული. შესაძლებელია თქვენ რომ იყოს ასეთი პრობლემა პარლამენტში?
დიახ, იყო თუ არა მართლაც და ჰქონდა თუ არა მართლაც ადგილი ტექნიკურ ხარვეს, ჩვენ მკითხეთ ეს დეპუტატებს, რომლებმაც კენჭისყრის პროცესში თავი ან შეიკავეს, ან არ დაუჭირეს კვაჭანტირაძის გადაყენების საკითხს, მათი უმრავლესობა ამბობს, რომ ეს მართლაც იყო ტექნიკური ხარვეზი და მათ ვერ დააფიქსირეს ამ გაუმართლობის გამო თავიანთი პოზიცია, რაც შეეხება ბიძინა გეგიძეს, მაგალითად, რომელმაც ამ ინიციატივას მხარი არ დაუჭირა, განაცხადა, რომ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ მისი პოზიცია მაინც უცვლელია და თუ კი კენჭისყრა ჩატარდებოდა ხელმეორედ, ის ამ პოზიციას არ შეიცვლიდა და მხარს არ დაუჭერდა კვაჭანტირაძის გადაყენებას. ასევე ერთ-ერთი იყო ზაზა ხუციშვილი, რომელმაც განაცხადა, რომ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის დროს მან მოისმინა ისეთი არგუმენტები, რამაც მას პოზიცია ჩამოუყალიბა და თუ კი აქამდე მან კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო, ის მხარს დაუჭერდა ამ ინიციატივას. თუმცა, როგორც უკვე ცნობილია, ეს კენჭისყრა საჭირო აღარ გახდა. ჩვენი დამოკიდებულება ნათელია და არამარტო ძალიან პრეზიდენტის განმავლობაში ძალიან კაფეო და ერთშობილოვანი განცხადებები კეთდება ამ გუნდთან დაკავშირებით, ასე რომ მე ნებისმიერი სხვა კითხვა არის. არ მგონია რომ საფუძვლიანი იყოს. ტექნიკური ხარვეზი. ჩვენ შემთხვევაში ეს იყო ტექნიკური ხარვეზი, ჩემი პოზიცია რომ ზვიად უმრავლესობის დატოვებას ერთად უნდა დაეტოვა თანამდებობაც. მე მანამდე კენჭისყრამდე დავაფიქსირე, ცხადია მე ამ პოზიციის ერთგული რჩები, ასე რომ ეს იყო ტექნიკური ხარვეზი და ვფიქრობ, რომ ძალიან მალე ეს გასწრაფ. მე ვფიქრობ, რომ ჩვენი გუნდის ზოგიერთ წევრს ჰქონდა იმისი იმედი, რომ ზვიადი თვითონ დატოვებდა თანამდებობას, ვინაიდან პოლიტიკაში ეს ეხება, როდესაც თოვები უმრავლესობა შეტოვებ იმ თანამდებობას, რომელიც უმრავლესობასთან ერთად დაიკავა. გუშინ იყო უმრავლესობის ხდომა, როგორც იცით, მაგრამ ამავე დროს ჩემი ორივე კომიტეტი, ევროინტეგრაციის და გარემოს დაცვის 5 საათზე იყო კომიტეტის ხდომები. ამიტომ საკითხის განხილვაში მე მონაწილეობა არ მიმიღია. დღესაც არ ვიცოდი ეს საკითხი დღის ეს რიგში თუ იდგა, ამიტომ გადაწყვეტილების მიღება ასეთი ნაჩქარევად უпростоრად ყველაფრის გაანალიზების გარეშე არ მინდოდა და ამიტომ თავი შევეკავე. ხარი არ დაუჭირე ბატონი ზვიად კვაჭანტირაძის გადაყენება. ეხლა განმეორებითი კენჭისყრა რომ გაიმართება ბატონო. ისევ არ დაუჭერ ხალხს იმას გადააყენება. მე ადრეს დამიფიქსირებია ბევრჯერ რომ ყველანაირი გარიცხვა, გადაყენება და აი მსგავსი რაღაც პროცედურები ჩემთვის არის მიუღებელი. ვიდრე ზვიად კვაჭანტირაძე კომიტეტის თავმჯდომარის პოსტიდან გადადგომის შესახებ გადაწყვეტილებას პლენარულ სხდომაზე დეპუტატებს ეტყოდა, ის დაანონსა მედიასთან, მან მაშინ როდესაც კენჭისყრაზე ის ვერ გადააყენეს, მედიასთან განაცხადა, რომ ეს პროცესები კარგად აჩვენებს, რომ ქართულ ოცნებას უმრავლესობა აღარ ყავს და პარლამენტს მართავს თვითნება პარლამენტის თავმჯდომარე. მან საკმაოდ მწვავედ გააკრიტიკა ირაკლი კობახიძე და განაცხადა, რომ მისი გამოსვლა იყო სამარცხვინო. მის პოზიციას ასევე იზიარებდა გედი ფოფხაძე, რომელმაც განაცხადა, რომ ეს პროცესები აჩვენებს იმას, რომ ქართულ ოცნებაში მორალური კონფლიქტი ჯერჯერობით დასრულებული ისევ არ არის და რომ პრინციპული ადამიანები საკუთარ პრინციპულ პოზიციას ისევ ინარჩუნებენ. სწორედ ამ კომენტარებში დაადასტურა ზვიად კვაჭანტირაძემ, რომ ის სესიის დასრულებამდე მიიღებდა გადადგომის გადაწყვეტილებას და რამდენიმე წუთის წინ ეს დეპუტატებსაც გააცნო. ყოველთვის ჯეროდა რომ კეთილსა ზრია ვოროტმან არსება მისი გრძელი. თავაშვებულ და თვითნებურ მმართველობას აქვს ადგილი პარლამენტში. მე რო გითხრათ გულსხმელად შესაძლოა იყო სხვა გადაწყვეტილებაც მიმეღო, მაგრამ პარლამენტის თავმჯდომარის ყოველად უსირცხვილო გამოსვლამ და იმ პოსტულატებმა, რომელიც მან მის ისტორიულად სამარცხვინო გამოსვლაში წამოაყენა, მე მიმაღებინა გადაწყვეტილება ბოლომდე ვდგარიყავი მედგრად და არც ერთ შემთხვევაში არ გამეკეთებინა განცხადება გადადგომის თაობაზე. სპეციალურად ჩამოიყვანეს ბიძინა ივანიშვილი დაასწრეს სხდომას უმრავლესობის, რომ შეექმნათ ანტურაჟი, რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილიც აუცილებლად ითხოვდა ჩემი საკითხის ამგვარად გადაწყვეტას. მე მაინც მგონია, რომ ხა მე ყველას ვინც ხმამიცა ზვიადის გადაყენებას ერთნაირად მაინც ერთაფაში არ შეწვავდა, ერთნაირად ხას არ გადაუსვა, მაგრამ ვინაიდან ეს შედეგი კენჭისყრის დროს დაფიქსირდა, ეს იმას ნიშნავს, რომ აი ეს კონფლიქტი ქართულ ოცნებაში, მორალური კონფლიქტი, რომელიც ერთი მხრივ არის დისციპლინასთან დაკავშირებული და მეორე მხრივ შიდა პარტიულ დემოკრატიასთან დაკავშირებული, ეს არ არის დამთავრებული, რომ ქართული ოცნების შიგნით არიან ადამიანები, რომლებიც მორალურ სტანდარტს უფრო მაღლა აყენებენ, ვიდრე შიდა პარტიულ დისციპლინას. როგორც აღმოჩნდა, უმრავლესობა
უმრავლესობაშიც მიუხედავად იმისა, გუშინ ჩატარდა უმრავლესობის ხდომა და გადაწყვეტილება იქნა მიღებული ჟვიად კვაჭანტირაძესთან ერთხმად პოზიციის დაფიქსირებასთან დაკავშირებით, როგორც აღმოჩნდა, ესეთი, ესე იგი, თანხვედრა აზრების არ არის ქართულ ოცნებაში, რაც მე მგონი ძალიან ესეთი ჯანსაღდამოკიდებულებაზე მეტყველებს. როგორც აღმოჩნდა, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კენჭისყრის გამეორებით ჩატარება საჭირო აღარ გახდა, რადგან დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარე უკვე ყოფილი თავმჯდომარე ზვიად კვაჭანტირაძემ თავისი პოზიცია დეპუტატებს გააცნო და მან დატოვა ეს პოსტი და სავარაუდოდ მას ბექაოდიშარია შეცვლის. უმრავლესობა ამბობდა, რომ თავიანთი პოზიცია ისედაც იყო ნათელი, რომ პირი, რომელიც ტოვებს უმრავლესობის რიგებს, ის არ შეიძლება რომ რაიმე თანამდებობას ატარებდეს პარლამენტში. ბესელიამ, როგორც უკვე მოისმინეთ პლენარულ სხდომაზე, ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ ზვიად კვაჭანტირაძის ამ გადაწყვეტილებამ უმრავლესობა იხსნა უხერხულობისგან. გრძნობენ თუ არა ქართულ ოცნებაში უხერხულობას, ამას მას შემდეგ გავიგებთ, რაც სესია დასრულდება და უმრავლესობის წევრები მედიასთან გამოვიდნენ. პარლამენტიდან რუსუდან დუმბაძე გვერდებოდა. ზვიად კვაჭანტირაძის მუშაობით უკმაყოფილო პარლამენტის თავმჯდომარე დარწმუნებული იყო, რომ ყოფილ თანაგუნდელს დღეს საბოლოოდ დაიმშვიდობებოდა, თუმცა ის, რაც ირაკლი კობახიძეს ეგონა, კენჭისყრაზე სხვანაირად გამოჩნდა. მანამდე ოპოზიცია დაინტერესდა, როდის აღმოაჩინა უმრავლესობა, რომ კვაჭანტირაძე წარუმატებელი იყო. გიორგი კიკაბიძე მოისმინა სესიაზე გაკეთებული განცხადებები. დიახმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა სხდომათა დარბაზში იმ საკითხზე მსჯელობა, რომლის მთავარი მომხსენებელი სწორედ პარლამენტის თავმჯდომარე იყო. ირაკლი კობახიძემ სიტყვით გამოსვლა შემდეგი წინადადები დაიწყო. ტექსტი არის მარტივი, გათავისუფლდეს კვაჭანტირაძე თანამდებობიდან, თუმცა ფაქტია, რომ ასე მარტივად კვაჭანტირაძის თემას არ ჩაუვლია. ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ კვაჭანტირაძე უფლებამოსილებას ჯეროვნად არ ასრულებდა. რატომ აქამდე არ ითქვა ამ წარუმატებლობის შესახებ და მას რომელი კომიტეტია წარმატებული საკანონმდებლო ორგანოში, ეს კითხვები ისმოდა დღეს პარლამენტის სპიკერის მისამართით ოპოზიციის მხრიდან. აქცდათ ტრადიციულად, რომ თან ცუდად მუშაობდაო. ეხლა მე ყველა თქვენი კომიტეტის მუშაობას ვაფასებ ცუდად. ყველას, მაგრამ ეს კომიტეტი როგორ გამოარჩიეთ ეხლა რამე პრიზები უნდა აიღოს საერთაშორისო კონკურსზე და ვერ აიღო. რას გულისხმობთ? მაინტერესებს, რატომ აღმოაჩენთ ხოლმე მერე ამ ყველაფერს? აი რატო აღმოაჩინეთ, რომ როდესაც ღარიბაშვილი აითვალისწინდა ბიძინა ივანიშვილმა, მერე აღმოაჩინეთ, რომ მისმა ნათესავებმა ფული მოიპარეს. როდესაც კვირიკაშვილი აითვალისწინდა ივანიშვილმა, მერე აღმოაჩინეთ, რომ კვირიკაშვილმა მთელი ეკონომიკა ჩაგიფლავათ და ცუდ დღეში ჩაგაყენათ. ეხლა ხვალ ბატონი ზვიადი ღარიბაშვილივით მეორე დრო მოპრუნდეს, ხო უხერხულ ვითარებაში ჩავარდებით და იმის მტკიცება მოგიწევთ, რომ ძალიან კარგი კომიტეტის თავმჯდომარე უხერხულია ესე. ახორციელებდა თუ არა ბატონი ზვიადი თავის უფლებამოსილებას ჯეროვნად, ამაზეც იყო საუბარი გუშინ, ამას არანაირი კავშირი არ აქვს გადაწყვეტილებასთან, თუმცა ამაზეც ჰქონდა უმრავლესობის ხდომაზე საუბარი და იქ ითქვა, რომ ეს კომიტეტი არ გამოირჩეოდა ნამდვილად წარმატებებით. ეს იყო რეალობა, რომელზეც ჩვენ გვქონდა საუბარი საპარლამენტო უმრავლესობის ხდომაზე, თუმცა ამას არავითარი წარმატებული იყო ბატონო ზვია თქვენი კომიტეტი. წარმატებული იყო? ჩახედეთ თქვენს ანგარიშს და ნუ უბრალოდ არ შეიძლება ამას საუბარი. დიასპორა არის პარლამენტში ერთ-ერთი ჩავარდნილი მიმართულება და ჩვენი ამოცანა და პოლიტიკური გადაწყვეტილების საფუძველი ესეც არის. ჩვენი ამოცანაა, რომ ამ მიმართულებას დაეთმოს განსაკუთრებული ყურადღება და ზუსტად ამ პრინციპით, ამ პოლიტიკური საფუძვლით მიიღება გადაწყვეტილება ახალი თავმჯდომარის არჩევის თაობას. ყველაზე წარმატებულად რომელ კომიტეტს თვლით და წარმატების რა კრიტერიუმები გაგაჩნიათ, რითაც აფასებთ სხვადასხვა კომიტეტების საქმიანობას. ერთ-ერთი სფერო არის მაგალითად საგარეო მიმართულება, სადაც ორივე მიმართულებით ქალბატონი სოფო და ქალბატონი თამარ ხულორდავა ძალიან დიდი წარმატებით უძღვებიან საკუთარ საქმეს. წარმატება მართლა არაფერ შუაში არ არის და ვფიქრობ, რომ ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება და არა წარმატება. თუ ამაზე წავიდა საქმე, მაშინ ბევრი რამე სხვა რამეც გადასახედია და თუ წარუმატებელი იყო ბატონი ზვიადი, რატომ ადრე მაშინ არ უნდა დასმულიყო ეს კითხვა. როგორ ჩანს ამ კომიტეტის წარუმატებლობა მხოლოდ თავმჯდომარესთან არის დაკავშირებული, იმიტომ რომ პირველი მოადგილე პრეზიდენტად ყავთ ბატონო ირაკლი. ეს არის საშელი, იმიტომ რომ ბატონმა კვაჭანტირაძემ გაგაკრიტიკათ, იმიტომ რომ ამ ბოლო პერიოდში გაჩნდა რამდენიმე პრეცედენტი პერსონალური შურიზიების აქტების პირადად თქვენს მიერ. საუბარი არის ჩვენ მორალურ ურთიერთობებზე, იმაზე რომ ხრამი გაჩნდება ისეთი ადამიანებს შორის,
რის მერეც უკვე სხვანაირი ურთიერთობები გაჩნდება და აი მორალურ პასუხისმგებლობას გრძნობთ ამ პროცესზე? მორალზე მითითება ამ შემთხვევაში ისევე როგორც ხშირად სხვა შემთხვევაში არის აბსოლუტურად არარელევანტური, ყველამ თავის მორალს მიხედოს, ეს არის ჩემი ბოლო პოლიტიკური განცხადება. ოპოზიციის გარდა რასაკვირველია აქტიურობდნენ უმრავლესობიდან გასული დეპუტატები კვაჭანტირაძის ხლომათა დარბაზში დღეს ეკაბესელია და გედევან ფოფხაძე იცავდა. ოპოზიციისა და უმრავლესობიდან გასული კანონმდებლების პოზიციები დღეს ერთსულოვანი იყო. ქართული ოცნება ყოფილ თანამებრძოლს განსხვავებული აზრის გამოსჯის. ერთ-ერთი რაც მიხარია რომ მე-18 საუკუნის დასასრულში საფრანგეთში არა ვართ, თორე ზვიად კვაჭანტირაძეს ალბათ ამ შემთხვევაში გელეოტინა დაელოდებოდა პარლამენტის წინ. დღეს ჩვენ იმას ვისმენთ, რომ ზვიად კვაჭანტირაძე თურმე ყოფილა ცუდი კომიტეტის თავმჯდომარე, ალბათ უმრავლესობის ცუდი ლიდერი იყო წინამორბედის პარლამენტში, მაგრამ ეს ყველაფერი აშკარად ნათელი გახდა იმის მერე, როდესაც ზვიად კვაჭანტირაძემ თქვა, რომ აღარ მინდა ამ ყველაფერთან ერთად ვიყო, რაც დღეს ხდება. ქართული ოცნება ყოველდღიურად კარგავს მორალურ უპირატესობას. მადლობა, რომ ამ პროცესში თქვენ გააკეთეთ ბევრი რამ ქვეყნისთვის, ამის ნაცვლად ტრიბუნასთან დადგა პარლამენტის ღირსეული თავმჯდომარე და თქვა, რომ ცუდად მუშაობდაო. თან გალანძღა პოლიტიკური სასჯელი გონია ეხა რომ გადააყენებს თანამდებობიდან და საერთოდ ვისაც თანამდებობაზე ყოფნა ჯილდო გონია, მე უსამძიმრებ ყველა იმ ადამიანს. ვინც ვერ აცნობიერებს, რომ თანამდებობის გამო არც ერთი მორალური ზღვარი არ უნდა გადალახო, მე უსამძიმრებ ყველა იმ ადამიანს. ვინც თანამდებობის გამო სახე დაკარგა იმ ჩემს ყოფილ პარტიაში და დაამსგავსა ეს პარტია მართლა თანამედროვე შარიკოვებს, მე ძალიან უსამძიმრებ ყველა იმ ადამიანს. რას დაამსგავსეთ ან ეს პარლამენტი, ან ეს ქართული რეალობა და ეს პოლიტიკა? ამას შეხედეთ, ამას და ამ რაღაცა ყალბი პათეტიკით ლაპარაკს თავი დაანებოს და რეპლიკებს ზოგიერთმა ნაციონალურ მოძრაობას თუ გვახსენებს ის ხალხი, ვინც ნაციონალური მოძრაობის დროს მაგიდის ქვეშ იმალებოდით. ნაციონალური მოძრაობის დროს მაგიდის ქვეშ იმალებოდნენ ამ დარბაზში მსხდომებიო, ეს ნამდვილად არ ვიცოდი, თუმცა მე მსმენია, რომ ნაციონალური მოძრაობის დროს მაგიდაზე ასულები მიხეილ სააკაშვილის ადღეგრძელოებს სვავდა ზოგიერთი თქვენთაგანი. უმრავლესობა საკუთარ ყოფილ წევრს სჯის იმის გამო, რომ მან განსხვავებული აზრი დააფიქსირა და სადამსჯელო ოპერაციად იყენებს მისი კომიტეტის თავმჯდომარეობიდან გადაყენებას. ესეთი უარყოფითი აზრი გქონიათ ერთმანეთზე, ხო? საოცარი აზრები გაქვთ, როგორ იყავით ერთად საერთოდ ვერ გავიგე. და ეხა მოგიწოდებთ, რომ ნუღარ შეინახავთ საიდუმლოს ერთმანეთზე, რასაც ფიქრობთ. ხმამაღლა და გაბედულად უთხარით საზოგადოებას, რომ გამჭვირვალე იყოს ვითარება და სწრაფად გაირკვეს თქვენი ბედი და სწრაფად გადაწყდეს ჩვენი ქვეყნის ბედიც თქვენ ხელში სანამ არის. ქართულ ოცნებაში წარიმართება გაჯანსაღების პროცესი და ამ გაჯანსაღების პროცესის შემადგენელი ნაწილია მათ შორის საკადრო გადაწყვეტილებები და ამ გაჯანსაღების პროცესის შედეგი იქნება ის, რომ 2020 წელს თქვენ უკვე მეშვიდეთ წააგებთ კიდევ ერთ არჩევნებს. მანამდე კი ოპოზიციამ ქართული ოცნების სტანდარტზე ისაუბრა, რომ მმართველ გუნდს უმრავლესობის დეპუტატის გარდა კომიტეტის თავმჯდომარედ სხვა ვერავინ წარმოუდგენია. საპარლამენტო უმცირესობამ ქართულ ოცნებას უთხრა, რომ ისინი პოლიტიკურად სამარცხვინო ვითარებაში იმყოფებიან. მარტო იმიტომ გამოიწვევენ ზვიადის, რომ პოლიტიკური სასჯელი დააწესონ იმის გამო, რის გამოც ჩემი აზრით ზვიადის მიმართ საყოველთაო, სახალხო და საზოგადოებრივი სოლიდარობა არის. მან თავადაც აღნიშნა, რომ მას შემდეგ რაც ქართული ოცნებიდან წავიდა მეზობლები განსაკუთრებული სითბოთი ესალმებიან მას. მერე ვნახეთ სატელევიზიო სიუჟეტი, სადაც ის ძაღლს ასეირნებდა ეზოში და ყველამ დავინახეთ მეზობლის ძაღლები თუ როგორ ღიმილიანი, ასე ვთქვათ, და თბილი შეხვედრით ესალმებოდნენ მის ძაღლს და მას შემდეგ რაც იგი გადადგება კომიტეტის თანამდებობიდან და ამ პოსტსაც დათმობს, მეზობლის კატებიც კი, ასე ვთქვათ, აბსოლუტურად სხვანაირად მოიქცევიან, ასე რომ ქართულ ოცნებაში ყოფნა არის სირცხვილი, ამას
ამბობენ ადამიანები, შინაური ცხოველები და ვინც მის ადგილს დაიკავებს, მას მეზობლებიც არ მიესალმებიან, არც ძაღლების და არც კატები და ღმერთმა სიკეთეში ასე თქვათ შეარგოს ეს კომიტეტი. ერთადერთი აკრძალვა არის ბიძინა ივანიშვილის ნებასურვილი, რომ ამ პარლამენტში ნებისმიერი ადამიანი, რომელსაც რაიმე საპარლამენტო თანამდებობა უკავია, ბრმად და მონურად ასრულებდეს აბსოლუტურად ყველა მის დაკვეთად. ბატონი რაკმე, რატო გერიდებათ პირდაპირ თქვათ, რომ თქვენი პოლიტიკური სტანდარტია თუ უმრავლესობის წევრი არ არის, არ უნდა იყოს კომიტეტის თავმჯდომარე. გითხარით პირდაპირ ეს რა საჭიროა მიკიბ-მოკიბოა, ეს არ მესმის მართლა. ვიმე დრო დამრჩა და დიდი ვნებათახელვა იყო. დიახ, პოლიტიკურად ბრმა უნდა იყოს კაცი, რომ ვერ დაინახოს თქვენი პოლიტიკურად სამარცხვინო ვითარება. რამე არაკორექტულია აქა? რამე ვინმეს შეურაცხყოფა არის ამაში პერსონალური? ასეთი განცხადებები და ასეთი მიდგომები სწორედაც გუშინ რესეც თქვიმე კომიტეტზე, რომ ხელს უწყობთ არაჯანსაღი, ესე ვთქვათ, სტანდარტების დამკვიდრებას, რომ პიროვნული თვისებები, პიროვნული ინტერესები უფრო მაღლა დგას, ვიდრე ქვეყნის გუნდის და თუნდაც ვალდებულებების, რაც ჩვენ გაგვაჩნია როგორც დეპუტატებს. ამ მოწვევის პარლამენტში 2 წელზე მეტია ბატონი ზვიადი იკავებს თანამდებობას შესაბამისი კომიტეტის თავმჯდომარის. მე მაინტერესებს, რომ მოვისმინოთ თქვენი შეფასება, როგორი კომიტეტის თავმჯდომარე იყო ბატონი ზვიადი. უმრავლესობა შეიკრიბა გუშინ და ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება გადაყენების თაობაზე. შესაბამისად, ამ გადაწყვეტილებას აქვს სუფთა პოლიტიკური საფუძველი. ამასთან დაკავშირებით უმრავლესობის პოზიცია მანამდეც იყო ცნობილი, თუმცა სამწუხაროდ ბატონმა ზვიადმა გადაწყვიტა ასეთ უხერხულ მდგომარეობაში ჩაეყენებინა უმრავლესობა. თქვენ ბოლო კომენტარებში უმრავლესობის მოქმედი წევრის მხოლოდ რატიონ ათამაშვილის განცხადება მოისმინეთ. სხდომათა დარბაზში ყველაზე მეტად სწორედ ის აქტიურობდა. გარდა ამისა, შიგადაშიგ აქტიურობდა ირაკლი ბერაიაც, რომელმაც საზოგადოებას თავი ხელჩართული ჩხუბი დაამახსოვრა. საუბარია იმ დეპუტატზე, რომელსაც ოთარ კახეძესთან გუშინ კონფლიქტი მოუვიდა. გიორგი კიკაბიძე საუბრობდა პირდაპირ ეთერში. და ცოტა ხნით წინ ცნობილი გახდა, რომ თანამდებობიდან გადადგა ყაზახეთის პრეზიდენტი ნურსულთან ნაზარბაევი. მის მოვალეობას პარლამენტის სპიკერი შეასრულებს. დამატებით ინფორმაციას ჩვენ სულ რამდენიმე წუთში მოგაწვდით. მანამდე ცერცვაძე ჩინჩალაძის და კუბლაშვილის კლანის სასამართლოში, როგორც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ყოფილი თანაშემწე ამბობს, 2012 წლამდე სწორედ ამ ჯგუფებით ხდებოდა ცუდის საქმეებით манипуლირება და კეთება, რასაც ირაკლი კობახიძე ცუდ საქმეს ეძახის. კლანების ფიზიკური ხელყოფის შიში და მორჩილება ისინი მიზეზების ჩამონათვალი არის, გამოც ნინო გვენეტაძემ უზენაესი სასამართლო დატოვა. გადადგომიდან 7 თვის შემდეგ წასვლის მიზეზებზე მისი ყოფილი თანაშემწე ალაპარაკდა კახა ციქარიშვილი. ასევე აცხადებს, რომ უზენაესი სასამართლოს უკვე ყოფილი თავმჯდომარე ეგრეთ წოდებული ჩინჩალაძის კლანის ზეწოლის მსხვერპლი გახდა. უფრო კონკრეტულად კახა ციქარიშვილი ამბობს, რომ ნინო გვენეტაძის მიზანი მიხელ ჩინჩალაძის წინააღმდეგ დისციპლინური დევნის დაწყება და თავმჯდომარეობის გათავისუფლება იყო. მას ჰქონდა დაპირისპირებები საბჭოში და მან მე მითხრა, რომ მე მეშინია ფიზიკურად არ შემომარტყან ხელი საბჭოში და არ მცემონ. მე შევთავაზე მას კლანთან ბრძოლა და მთავარი მექანიზმი იქნებოდა სიმართლე. რომ გაგვეკეთებია შეფასება სასამართლოში არსებული მდგომარეობის და საზოგადოებისთვის გვეთქვა. მან თქვა, რომ მე რო კლანს ვებრძოლო, ამ შემთხვევაში მე საქმეს ვერ გავაკეთებ. როდესაც ოცნების მთავრობამ დაშალა იუსტიციის უმაღლესი საბჭო 2013 წელს, ჩინჩალაძის და ცერცვაძის კლანებმა კარდაკარ შემოიარეს, მათ შორის კუბლაშვილიც ჩართული იყო ამაში, კარდაკარ შემოიარეს ყველა მოსამართლე, ყველასთან შეათანხმეს ეს არჩევნები და უთხრეს, რომ ჩვენ თუ აგვირჩევთ, თქვენ დაგიცავთ. სხვა შემთხვევებში მოვა ახალი ძალა, რომელიც თქვენ გაგიხსენებთ ძველ საქმეებს და დაგჭირთ დისციპლინური წესით, გაგიშვებთ სასამართლოდან, აღარ გაგიგზელებთ უფლებამოსილებას. თუ ხელისუფლებას დაჭირდა რამე საქმეზე რამეს ინტერესი გაუჩნდა, ეს კლანი მზად არის რომ მას შეუსრულოს. მაგრამ ამ შესრულებაში უკვე ფასს ითხოვენ. ამ საქმეების შესრულებაში უკვე ფასს ითხოვენ ხელისუფლებას. რა არის ეს ფასი? ეს ფასი შეიძლება იყოს ახალი კანონი, უვადო მანტია. უვადო დანიშნვა, ახალი კანონმდებლობა, მორალური მხარდაჭერა, პოლიტიკური მხარდაჭერა. კლანმა ხელისუფლებას აჩვენა, რომ თუ ჩვენთან არ ახართ, მაშინ თქვენ პრობლემებს შეგიქმნით. მიხედვით ჩინჩალაძის კლანი არის მთელი საბჭოს შემადგენლობა, მოსამართლოს შემადგენლობა. ეს არის მისი ახლო სამეგრობრო
რომელიც ათანხმებს მასთან ყველა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას. ასევე ესენი არიან სასამართლოს თავმჯდომარეები. დაწყებული თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე, ბათუმის სასამართლოს თავმჯდომარე რამაიძულა ნინო გვენეტაძეს თანამდებობა დაეტოვებინათ და ეგრეთ წოდებული ჩინჩალაძის კლანის რა დავალებების შესრულება უწევდა. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ყოფილი თანაშემწე ამბობს, რომ მამუკა ახვლედიანის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეობიდან გადაყენება სწორედ აღნიშნული კლანის ერთ-ერთი დირექტივა იყო. ანა ახლა ესაუბრა მამუკა ახვლედიანს, ანა რას ამბობს საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე, ადასტურებს თუ არა ამ ინფორმაციას. ეთუნა სანამ უშუალოდ მამუკა ახვლედიანის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე ვისაუბრებდეთ, მანამდე მოგიყვებით თუ რას ფიქრობს არასამთავრობო სექტორი უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის ყოფილი თანაშემწის სკანდალურ განცხადებებზე. NGO-ები ამბობენ, რომ ნინო გვენეტაძე თანამდებობის დატოვებაზეც საუბრობდა, რომ მასზე ხორციელდება ზეწოლა. არასამთავრობო სექტორის თქმით, ბუნდოვანება გააჩინა სწორედ გვენეტაძის მოულოდნელად პოსტის დატოვებამ და მათთვის არადამაჯერებელი იყო მიზეზი, რომ თანამდებობის დატოვება ეხებოდა ჯანმრთელობის გაუარესებას. შესაბამისად, ახლა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, იურისტები და ასევე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრები ფიქრობენ, რომ ნინო გვენეტაძე არის სახე იმისა, თუ როგორ გამოიყურება მიხეილ ჩინჩალაძის ეგრეთ წოდებული კლანის მსხვერპლი. ნინო გვენეტაძემ თავად არაერთხელ ხმამაღლა განაცხადა და ეს რა თქმა უნდა იყო ამ სასამართლო სისტემის და ხელისუფლების დიაგნოზი, რომ ის იყო ძალადობის ობიექტი. ნინო გვენეტაძე გლადიატორივით შეაგდეს ამ კლანთან საბრძოლველად, მაგრამ მას არ ჰქონდა არავითარი პოლიტიკური მხარდაჭერა. ივანიშვილმა, თეატროლოგიანმა ყველა მის დატოვა მარტო ამ კლანთან დაპირისპირებაში, საბოლოო ჯამში ის აღმოჩნდა ამ კლანის რეალური მსხვერპლი და მან ამის შესახებ საჯაროდ განაცხადა. როდესაც ნინო გვენეტაძემ დატოვა უზენაეს სასამართლოს თავმჯდომარის პოსტი, მაშინაც საუბრობდით, რომ ნაკლებად არგუმენტირებული დამაჯერებელი შეიძლება ყოფილიყო, რომ პირადი ჯანმრთელობის მდგომარეობა შეიძლება ყოფილიყო აქ გადადგომის მიზეზი, მაგრამ ფაქტია ერთი რამ, რომ თავის დროზე პრაქტიკულად უზენაეს სასამართლოს თავმჯდომარეს შეეძლო კლანის მიღმა ყველა გაეხადა მოკავშირე, გულისხმობს სამოქალაქო სექტორს, მათ შორის მედიას, ხელისუფლებაში არსებულ ჯანსაღნაწილს, თუმცა ეს არ იყო გამოყენებული მისი მხრიდან ეფექტურად. თუ საუბარი იმაზე, რომ ფიზიკური ანგარიშწორებით ინტერესდებოდა გარკვეული ჯგუფი ან მას ემუქრებოდა, ასეთ შემთხვევაში ცხადი არ შეიძლება გამოკითხვაც მოხდეს. ნინო გვენეტაძე რომ ეგრეთ წოდებული ჩინჩალაძის კლანის მსხვერპლია, ეს სკანდალური განცხადება გვენეტაძის ყოფილმა თანაშემწემ კახა წიქარიშვილმა გააკეთა, რომელმაც ასევე გითხრა, რომ გვენეტაძე სწორედ ეგრეთ წოდებული ჩინჩალაძის კლანის ზეწოლისა და მუქარის შედეგად ვალდებული იყო არასამართლიანი დავალებებით შეესრულებინა. ერთ-ერთ ასეთ არასამართლიან და არაკანონიერ დავალებას წარმოადგენდა საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეობიდან მამუკა ახვლედიანის გადაყენებას. დღეს ჩვენ ეს ინფორმაცია ჩვენ გადავამოწმეთ მამუკა ახვლედიანთანაც, რომელმაც გითხრა, რომ მას პირადადაც ქონია კომუნიკაცია ნინო გვენეტაძესთან, რომელმაც უთხრა, რომ სწორედ ასეთი გადაწყვეტილების მიღებას აპირებდა, თუ ის წავიდოდა ეგრეთ წოდებული ჩინჩალაძის კლანის წინააღმდეგ. გვენეტაძემ უთხრა ახვლედიანს, რომ ის აუცილებლად დადგებოდა სწორედ აღნიშნული კლანის გვერდით. გვენეტაძემ თქვა, რომ ახვლედიანი უნდა იქნას გათავისუფლებული და მე მითხრა საფუძველი, რომ ამ საფუძვლით ვაპირებთ ჩვენ გათავისუფლებას, საფუძველი. მე მას დაუწერე დასკვნა, რომ ეს იყო იქნებოდა უკანონო და თუ ის ახვლედიანს გაათავისუფლებდა, მაშინ მე წავიდოდი სამსახურიდან. ახვლედიანის გათავისუფლება იყო ის დავალება, რომელიც გვენეტაძემ ჩინჩალაძის კლანის ზეწოლის გამო შეასრულა. დიახ, ეს იგრძნობოდა მასთან კომუნიკაციაში, რომ მას უკვე შეთანხმებული ჰქონდა ახვლედიანის გათავისუფლება ვიღაც ძალებთან. ამის თაობაზე გვენეტაძესთანაც ჰქონდა საუბარი და მან თხოვა, რომ თავი შემეკავებია ესეთი განცხადებებისგან, რომელიც ამხელდა სისტემას და მე ვარი უთხარი, როცა დანაშაულს ეხება და როცა ასეთ დარღვევებს ხედავ, არ შეიძლება ჩუმად იყო და მასაც მოუწოდე, რომ იგივე განცხადებები გაეკეთებინა. გვენეტაძეს აიძულეს მაშინ, რომ თქვენ დაგეტოვებინათ თანამდებობა.
შესაძლებელია ორი ვარიანტი ან აიძულეს ან თვითონვე რაღაც პრივილეგიების მისაღებად და რაღაც ესე რომ ვთქვათ ილუზია იმისი რომ რაღაც ძალაუფლება შეიძენდა ალბათ ჩათვალა რომ მისი ძალაუფლების გასამტკიცებლად ეს საჭირო იყო და პირდაპირ მითხრა კიდეც თუ არ იქნება ეს ყველაფერი ესე მაშინ მე მათ გვერდით დავდგები და ნახავ რა მოყვება პლანის გვერდით ანუ თუ თქვენ არ გაჩუმდებოდით თუ არ გაჩუმდებოდი პირდაპირ ტექსტი იყო ეს როდესაც კი და მე პირდაპირ ვთქარ რომ ერთით მეტი იქნებოდნენ თუ ნაკლები დიდად არაფერი შეიცვლებოდა და ეს ხო გონეტაძე არ არის ჩინჩალაძის კლანის მსხვერპლი მას სხერს ვერ დავარქვა თავისი გაუაზრებელი პოლიტიკით მიიყვანა თავისი სიტუაცია იქამდე მან არაფერი არ მოიკითხა სასამართლოში ვინ იყო ჩვენ უკვე 2 დღეა ვცდილობთ დავუკავშირდეთ უზენაესის სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეს ნინო გვენეტაძეს, თუმცა სამწუხაროდ ის ტელეპირველის სატელეფონო ზარებს არ პასუხობს. ანა ახალაია საუბრობდა პირდაპირ ეთერში. ჩემ შრომავლობაზე ლაპარაკი არის სრული არასერიოზულობა. TBC ბანკის ერთ-ერთი დამფუძნებელი ბადრი ჯაფარიძე არასერიოზულს უწოდებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც მამუკა ხაზარაძეს შინაგან საქმეთა მინისტრის წერილი გადასცა. ბადრი ჯაფარიძე ევროკავშირ საქართველოს ბიზნეს საბჭოს ორგანიზებით გამართულ შეხვედრას ესწრებოდა. ჯაფარიძემ ჟურნალისტების სხვა კითხვებს არ უპასუხა და შენობა უკომენტაროდ დატოვა. ლიკა ჯანყარაშვილი საუბრებს პირდაპირ ეთერში. TBC ბანკის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ბადრი ჯაფარიძემ დღეს ჟურნალისტების კითხვებზე TBC-ის საქმესთან დაკავშირებულ კითხვებზე პასუხების გაცემა არ ისურვა. ერთადერთი რაც მან გითხრა არის ის, რომ მისი შუამავლობის შესახებ გახარიასა და მამუკა ხაზარაძეს შორის საუბარი არის არასერიოზული. ამასთანავე დღეს ბადრი ჯაფარიძემ არის სურვა ეპასუხა ვახტანგ ბუცხრიკიძის პროკურატურაში გამოკითხვასთან დაკავშირებით. მან არანაირი კომენტარი TBC ბანკის საქმესთან დაკავშირებით არ გააკეთა. ჩემ შუამავლობის ლაპარაკი არის სულ არასერიოზული. გასაუბროთ. ბიზნესში კორუფციაზე ალაპარაკდნენ ამერიკული კომპანიის წარმომადგენლები. დღეს გამოცემა New Europe-ში გამოქვეყნდა სტატია იმის შესახებ, რომ რეალურად საქართველოში ინვესტორების სასაფლაოდ გადაქცევასთან გვაქვს საქმე, რადგან ბიზნეს უტოპია მიმდინარეობს ქვეყანაში. ამ გამოცემაში ერთ-ერთი ამერიკული განვითარების კომპანიის ხელმძღვანელი საუბრობს, რომ 4 წლის განმავლობაში 2015 წლიდან ხელისუფლება მასზე ზეწოლას ახორციელებს. ამასთანავე ის საუბრობს მუქარაზე მერის მხრიდან და გვიყვება რომ 4 წლის განმავლობაში ხელისუფლების მხრიდან კორუფციის წყალობით მას გაყინული აქვს ყველა ანგარიში და მას სახელმწიფომ წაართვა საკუთარი ბიზნესი მიწების წართმევის შედეგად. ბანკმა თავის ძალიან მყარი რეპუტაციის მქონე ძალიან მყარი რეპუტაციის მქონე რენკინგში საქართველოს დააწინაურა მე-6 ადგილამდე სოფლიოში. ვიღაცას თუ ეჭვეპარება, რომ ეს შემთხვევით მოხდა, ან ამას ქვეშ არ უდევს ძალიან საფუძვლიანი გამოკვლევები, მე მართულ შევთ რომ წაიკითხონ, მე გეუბნები კი გამომთავრებინეთ, წაიკითხონ კონკრეტულად რა წერია იმ კვლევაში. საქართველოს ფიჩმა მოუმატა ერთი ნოჩით რენკინგი აგრეთვე და გახადა ბიბი. ამასაც უდევს საფუძვლად ძალიან სერიოზული კვლევა. ეხლა ვიღაცამ თქვათ ერთხელ დაგვეჭდა რაღაცა გაზეთში, მოდით რა ეს ცოტა არასერიოზულად ჟღერს რა, მილიონი გაზეთია და მილიონი მედია საშუალებაა და სხვადასხვა აზრს ბეჭდავენ. როგორც უკვე მოისმინეთ, ეკონომიკის მინისტრს ინფორმაცია ამერიკული დეველოპმენტის განვითარების კომპანიაზე არ აქვს. ის ამბობს, რომ რეალურად ამ კომპანიის შესახებ არაფერი არ სმენია და რომ საქართველოში კორუფცია არ არსებობს, რადგან ქვეყანა ყველა რეიტინგის თანახმად არის წინსვლა და სწორედ ამიტომ საუბარი იმაზე, რომ უცხოურ კომპანიებს პრობლემა ექნებათ ბიზნეს კორუფციასთან დაკავშირებით არის ზედმეტი. დღეს გიორგი ქობულია ესწრებოდა ევროკავშირის საქართველოს ბიზნეს ჯგუფის მიერ ორგანიზებულ შეხვედრას. ლიკა ჯანყარაშვილი საუბრობდა პირდაპირ ეთერში. აფეთქება თემქაზე შემთხვევა მესამე მიკრორაიონში ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მე-9 სართულზე მოხდა. წინასწარი ინფორმაციით აფეთქება ბუნებრივი აირის დაგროვებამ გამოიწვია, ჩამოინგრა აივნის ნაწილი. დაშავებული ერთი ადამიანი დაშავებული სასწრაფო სამედიცინო ბრიგადებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს. როგორია პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა და რა მოხდა თემქაზე, სალომე ურთაშვილი გვეტყვის.
ეთუნა შემთხვევა დაახლოებით 2 საათის წინ მოხდა თემქაზე აფეთქება, ძლიერი აფეთქება სავარაუდოდ ბუნებრივი აირის დაგროვებამ გამოიწვია და აფეთქების შედეგად მე-9 სართულის აივნის ნაწილი არის ჩამონგრეული. როგორც მეზობლები საუბრობენ, მათ დაახლოებით 2 საათის წინ გაიგონეს ძლიერი აფეთქების ხმა და მათი ინფორმაციით ამ დროს სახლში იმყოფებოდნენ ოჯახის 3 წევრი, დედ-მამა და მათი შვილი. დაზიანებები მხოლოდ 35 წლამდე მამაკაცს აქვს მიღებული აფეთქების შედეგად. ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მუშაობდა და ასევე ადგილზე იმყოფებოდნენ ექსპერტ-კრიმინალისტებიც. რეალურად რა გახდა აფეთქების მიზეზი, ეს დაზუსტებული ინფორმაცია ჯერჯერობით არ არის. სავარაუდოდ ეს ბუნებრივი აირის დაგროვებამ გამოიწვია, თუმცა ყაზტრანს გაზის მიერ გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციით აფეთქება ექსპლუატაციის ნორმების დარღვევამ გამოიწვია. ძლიერი ხმა გაბიგე, ძალიან ძლიერი, მე მგონი აფეთქება იყო, მე მგონი გაზის. ლოჯი გამოვარდნილია, სუნთლიანი გადმოვარდნილია, აგურები გადმოვარდნილია, კედელი არის შუაში ამოშენებული და ისიც გადმოვარდნილია. მამა არის დამწვარი, ხელები აქვს და სახე დამწვარი და გოგო და ბავშვი კარგად არიან. იყო საშინელი ხმა, აფეთქება გვეგონა ჩვენ და რომ გადმოცვიდა მთელი აივანი, თავისი ლოჯით, თავისი აგურებით და შუშები აი მინები ეხლაც კი ყრია აქ. დაბლა მეზობელთანაც დაზიანდა ფანჯრები და დაბლა დაეცა კიდე იმას მანქანას და მანქანა დაუზიანებია კიდე მეზობლის. ყველა გადარჩა, ყველა ჯანმრთელია სიძის გარდა, რომელიც გაზგურასთან ტრიალებდა, რაღაცას ხარშავდა თურმე, იმას აქ დამწვრობა მსუბუქი ხელების და სახის. ჩვენამდე ეგეთი ინფორმაცია მოვიდა გაზის გამოთქმებელია, არასწორად დარეგულირებული. აფეთქების დროს ბინაში ოჯახის 3 წევრი იმყოფებოდა, დედ-მამა და მათი შვილი. როგორც ცნობილია, დაზიანებები მიღებული აქვს მხოლოდ 35 წლამდე მამაკაც. ის ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკაში იმყოფება, მას აქვს დამწვრობა და როგორც ექიმები ამბობენ, ეს დამწვრობა არის 13%-იანი, შესაბამისად ის არის კონტაქტური და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. კლინიკაში შემოყვანილია 35 წლის მამაკაცი. მისივე გადმოცემით თერმული დამწვრობა მიიღო სახლში ბუნებრივი აირის აალების შედეგად. დამწვრობა აღინიშნება სახის, კისრის, შუბლის, ორივე ზემო კიდურის, გულკეთის ზემო მესამედის არეში. დამწვარი აქვს სხეულის დაახლოებით 12%, მეორე მესამე ხარისხის დამწვრობა. სასულთიძების დემონსტრაციული დაზიანება კითხვის ნიშნის ქვეშ. ზოგადი მდგომარეობა ამ ეტაპისთვის შეფასებულია საშუალო სიმძიმის, მოთავსებულია ქირურგიულ განყოფილებაში. მომხდარ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება უკვე დაიწყო 240 მუხლით, რაც უსაფრთხოების ნორმების დარღვევას გულისხმობს. სალომე ვერტაშვილი გვერდთვებოდა შემთხვევის ადგილიდან. სასამართლოს კიდევ ერთი ბიზნესმენი უპირისპირდება ქვეყნის ნაციონალური მულტიპლექსის სტერეო პლუსის დამფუძნებელი ამტკიცებს, რომ შევიწროების მსხვერპლია დავით ზელფიმიანი უზენაეს სასამართლოს არაკონსტიტუციური გადაწყვეტილების მიღებაში ადანაშაულებს და ქართულ ოცნებასთან დაახლოებული კონკრეტული ბიზნესმენების ინტერესებზე საუბრობს. ორ ინსტანციაში საქმის მოგების შემდეგ უზენაესმა სასამართლომ ზელფიმიანი გაამტყუნა. სტერეო პლუსის დამფუძნებელი ამტკიცებს, რომ დავით ბეჟუაშვილი, რომლის კომპანიასთანაც თავობს, ხელისუფლებასთან დაახლოებულია და ამ გავლენების გამოყენებით უზენაესმა სასამართლომ ზელფიმიანი გაამტყუნა. საუბარია 11 წლის წინანდელ ტრანზაქციაზე. დავით ბეჟუაშვილის მხარე აცხადებს, რომ ეს სესხია, ზელფიმიანი კი ამტკიცებს, რომ ეს იყო კონკრეტული ვალდებულებების დაფარვა და საქმეში სესხის ხელშეკრულება არ არსებობს. სტერეო პლუსის დარბევის პერიოდი, რომელიც ლამის სრულიად საქართველოს პირდაპირ ეთერში ნახა, დასანანია, მაგრამ აგერ უკვე 7 წელი გავიდა და ეს საქმე კვლავინდებურად პროკურატურაში თაროზეა შემოდგენა. ეს სასამართლომ წელიწადნახევრიანი ფიქრის შემდეგ დააყენა ის შედეგი, რა შედეგიც დღეს გვაქვს სახეზე. ანუ პრაქტიკულად მთლიანად შეცვალა პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოების შედეგები. არ გააბრუნა საქმე წარმოებაში, ნულოვანი შედეგი აქვს ჩემ შემთხვევაში და საერთოდაც ამ სასამართლოების გადაწყვეტილებას, იმიტომ რომ მაინც ის შედეგი დადგება, რასაც მიიჩნევს უზენაესი სასამართლო, ჩვენ უნდა მივახციოთ იმას, რომ რადგან ეს გადაწყვეტილება არაკონსტიტუციური და უსამართლო იყო, მთლიანად გაუქმდეს. იმედი გვაქვს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო ამას დააკმაყოფილებს, თუ არა და აღარაფერი დაგვრჩენია გარდა სტრასბურგის.
და ბოლოს ავერსსა და თბილისის საკრებულოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა შეთანხმების თანახმად ავერსი თბილისში რეგისტრირებულ მოქალაქეებს, რომლებიც რაიონულ გამგეობებს მედიკამენტების დახმარებით მიმართავენ კვირის ნებისმიერ დღეს ავერსის აფთიაქო ქსელი ფასდაკლების დღეებში არსებული ფასით შესთავაზებს. თბილისის საკრებულო აღნიშნული შეღავათების დაწესების თხოვნით მოლაპარაკებებს სხვადასხვა ფარმაცევტულ კომპანიასთან აწარმოებდა და პირველი იყო ავერსი, რომელიც სოციალურ პროექტს გამოეხმაურა და მზაობა გამოთქვა. მუნიციპალიტეტის მხრიდან დახმარებული მოქალაქეები მედიკამენტებს შეიძენენ 20-დან 35%-მდე ფასდაკლებით, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი შეღავათი თითოეული ჩვენი თანამოქალაქისთვის. მემორანდუმს მოეწერა დღეს ხელი, შესაბამისად შევიდა ძალაში, რაც შეეხება მედიკამენტის სახეობებს, ეს უშუალოდ მუნიციპალური პროგრამებიდან გამომდინარეობს და შესაბამისად რომელი მედიკამენტის პროგრამის ფარგლებში ფინანსდება, იმ პრეპარატებზე გავრცელდება აღნიშნული ფასდაკლება. თბილისის მუნიციპალიტეტის მცხოვრებლები დღევანდელი დღიდან მინიმუმ 20%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ კომპანია ავერსის ყველა აფთიაქში, რაც საშუალებას მიცემს ჩვენს მიერ გამოყოფილი დაფინანსებიდან მინიმუმ 20%-ით მეტი მედიკამენტები შეიძინონ ჩვენი მოსარგებლე ბენეფიციარებმა. მეტროებით გემშვიდობებით პირდაპირ ეთერში 19 საათზე ბრუნდებით.